სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღევანდელ წაკითხულ სახარებაში თქვენ მოისმინეთ იგავი მაცხოვრის მიერ ნათქვამი, რომელიც თვითეულ ჩვენთაგანისთვის თუ შეიძლება ითქვას ძალიან სამოძღვრებოა. და იგავი შინაარსი ასეთია, რომ ერთ მდიდარ ადამიანსაო ძალიან კაი მოსავალი მოუვიდაო. და იმდენი იყო მოსავალიო, რომ ერთგვარად საგონებელში ჩავარდაო, რომ რა ვქნაო, სად შევინახო ეხლა ამდენი მოსავალიო. ანუ დრტვინვა დაიწყო რაღაცნაირად, ანუ მადლიერებით კი მიიღო, მაგრამ კი გაუხარდა, მაგრამ აი ჩავარდა საფიქრებელში, რომ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. და გადაწყვიტა, რომ მოდიო დავანგრევ ძველ ბეღელსაო, საუნჯეს დავაღრევ, ავაშენებ უფრო დიდსაო, შევინახავა და ჩემს თავს ვეთყვიო, აიო, მრავალი წლის დაუნჯებული გაქვს სიმდიდრე, ეხლაო, როგორც გინდაო, იქეიფე, ჭამე, სვი და იცხოვრე შენ გემოზეო. და მაშინ უფალი ეუნება იმ ღამეს, უგნურო, ამაღამვე მიგიღებენო შენაო. და ეს ვისაც მოუმზადეო, ვისთვის იქნებაო. და ბოლოს არის ესეთი ისა, ესე დაემართება ყველა იმას, ვინც არ ზრუნავს სულისთვის და ზრუნავს მარტო ხორცისთვის. და ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ შემოკეთილები. ადამიანი ცუთი სოფელშია, ძალიან ხშირად ადამიანს როგორც არ უნდა აი უძლურებაში იყოს, როგორი ძიმე მდგომარეობაც არ უნდა კონდეს, ის ვერ იჯერებს, რომ ის უნდა გარდაიცვალოს. რატომ იცით, რომ ადამიანის სული არის უკვდავი და ეს სული არ აძლევს მას იმის საშუალებას, რომ გაიაზროს, რომ ის უნდა გარდაიცვალოს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა რეალობიდან გამოვიდეთ. ჩვენ გარშემო ხედავთ, რომ სიკვდილმა არ იცის მოხუცი ახალგაზრდა, ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრჯერ ახალგაზრდები მიდიან, მოხუცები რჩებიან, ზოგჯერ პირიქით. ზოგჯერ ისეთი ადამიანი მიდის, რომელიც საერთოდ არ არის ამისთვის მზად და უცბად აი ესე მოხდება, რომ მოკლავენ ან გადავარდება, რაღაც დაემართება. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ისე ცხოვრობს, რომ ყოველი დღე მას განსაზღვრული აქვს, თითქოს ეს არის მისი უკანასკნელი დღე. შეიძლება ბევრისთვის ეს ცოტა მძაფრი იყოს, ბევრისთვის მიუღებელი იყოს, როგორ, მაგრამ შემოკეთილებო, უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს ცხოვრება წუთი სოფელი, არც მეტი, არც ნაკლები არის ის გამოცდა, აი 5 წუთიან გამოცდაზე სკოლა იქნება თუ უნივერსიტეტი რო შედიან და რა ნიშანსაც მიიღებენ, გამოდიან. აი ამ გამოცდაზე ვართ. და გამოდიხარ გამოცდით და უკვე იწყება რეალური ცხოვრება. აი ესე რეალურ ცხოვრებაში გადადის ადამიანი უკვე გარდაცვალების შემდგომ, ან უფალთან გვაღირსოს ღმერთმა, ან უფლის გარეშე დაგვიფაროს ღმერთმა. და ის ადამიანი, რომელიც აი აქ ამ ქვეყანაზე ამზადებს, რომ აი მე ჩემი სიმდიდრით დიდხანს უნდა ვიყო, უნდა გემრიელად დავხარჯო ეს ფული, გემრიელად ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა. ეს არის უგუნურობა, რადგანაც ასეთი ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები იმედს ამყარებს იმედს ამყარებს აი ამ წარმოვალ დროზე, რომელიც დღეს არის და ხვალე აღარ იქნება. და ჩვენ კიდე უნდა გავძლიერდეთ სულიერებით. ჩვენი მთავარი საზრდელი უნდა იყოს სულიერება. ეს რას ნიშნავს სულიერი საზრდელი? პირველ რიგში სულიერი საზრდელი არის ღვთისსათნო ცხოვრება,
რომ ყველა ადამიანს გაუკეთო და ყველა ადამიანს უსურვო ის, რაც შენ გინდა რომ გაგიკეთო და გისურვო. ეს სიკეთე და აუცილებლად სული საზრდელი უნდა მივიღოთ, ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება. დღეს ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ქრისტეშობის მარხვაში. ეს მარხვა მე-4 საუკუნიდან არის დაარსებული და 40 დღიანია და წინუძღვის მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღეს ასწავლეს და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავიაზროთ ის რომ აი რა დღესასწაული მოდის ის რომ ჩვენ გულში უნდა იშვეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ამისთვის ჩვენ უნდა ერთგვარად მზად უნდა ვიყოთ. რით? მარტო იმით რომ ჩვენ აი ეს საჭმელი არ ჭამოთ და ვჭამოთ მარტო სამარხო, ეს საკმარისი არ არის შემოკეთილებული. მარხვა ერთგვარი არის თავის შეკავება, ანუ დამარხვა, დაცვა საკუთარი სულისა იმ ბრჭყალებში სიამოვნებებისაგან, რასაც ადამიანის სხეული მიჩვეულია. აი ზოგი თქვათ იყო ერთი პატრიარქ ეფრემი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლობიო და ის არ ჭამდა ამ ლობიოს მარხვაში. იმიტომ ეს ლობიო სამარხო კი იყო, მაგრამ მისთვის უგემრიელეს საკვებზე უფრო გემრიელი იყო და ამიტომ თავს იკავებდა. თუმცა კი სამარხო იყო. ანალოგიურად ჩვენ მარხვაში უნდა თავი შევიკავოთ იმისაგან, რაც ჩვენ ზედმეტად იზიდავს ჩვენს სხეულს, ჩვენს გემოვნებას თუ თითოეულ ჩვენთაგანს ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი და მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ აი ამ ნაკლს. და მარხვაში უნდა გავაძლიეროთ ლოცვები. შეიძლება ყოველ დღე ადამიანმა ვერ წაიკითხოს ან პარაკლისი ან დაუჯდომელი, მაგრამ კვირაში ერთხელ ამ მარხვაში უნდა ვეცადოთ რომ ან იესო ტკბილის დაუჯდომელი წავიკი, ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ან პარაკლისი და ვთხოვოთ შემწეობა, ვთხოვოთ პატიება, ვთხოვოთ და ერთგვარი მომზადება უნდა იყოს და მარხვაში კიდე აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ თუ კი ვინმე უმძრახად აქვავს, თუ კი ვინმეს ვაწყეინეთ, უნდა შევირიგოთ, უნდა პატიება ვთხოვოთ, მაქსიმალურად უნდა ვთხოვოთ რომ მერთმა გვაპატიოს და ჩვენც უნდა ვაპატიოთ ყველას ყველაფერი. მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქველმოქმედება. აი ეხლა დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ამ ადამიანს ზედმეტი მიეცა იმ წელს და საიდან მიეცა ეს ზედმეტი? ღმერთისაგან მიეცა, ღმერთმა მისცა. და რაცა გვაქვს ჩვენ ყველაფერი ღვთისგანა გვაქვს. ხედველობაც, მოძრაობის უნარიც, მეტყველების უნარიც, სმენაც, ყველაფერი გვაქვს ღვთისგან. ღვთისგანა გვაქვს ის შემოსავალი იქნება თუ რაც იქნება და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ თანაზიარი გავხადოთ ის გაჭირებული ადამიანები, ვინც ჩვენგან ითხოვენ, შეიძლება ადამიანი არც ითხოვდეს, მაგრამ უფალმა გულზე დაგადოს, რომ აი ამ ადამიანს ძალიან უჭირს და დაეხმარე. არ უნდა მოგერიდოს, დაეხმარე. და არის შემთხვევები, რომ აი რომ დახმარები ხარ ღმერთს, 10 იმდენი მოუცია შენთვის. 10 იმდენს დახმარები ხარ, 100 იმდენი მოუცია. ეს ცხოვრებისეული შეიძლება ითქვას გაკვეთილებია და ამ გაკვეთილებს უფალი თვითონ ჩვენთაგანს გვიტარებს ყოველ დღიურად და გონიერი ადამიანი, ვისაც სულიერი თვალები ახელილი აქვს, ამას აფიქსირებს ყველაფერს და სულ მადლიერებით არის უფლის მიმართ. ღმერთმა მოგცეს გააზრება იმისა, რომ ჩვენ წუთის სოფელში ვცხოვრობთ. ღმერთმა მოგცეს გააზრება იმისა, რომ ჩვენთვის უმთავრესი არის უფლის დიდება, უფლის დიდები და სულიერი ცხოვრება. ღმერთმა მოგცეს გააზრება იმისა, რომ ჩვენ გარშემო არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენგან დახმარებას ელიან და ჩვენ არც ერთი მათგანი არ უნდა გამოგვჩეს შეძლების დაგვარად. მე იმას არ ვამბობ, რომ ვთქვათ, მატერიალურად შეიძლება არ ქონდეს შესაძლებლობა, რომ მას მატერიალურად დაეხმარო, მაგრამ სულიერად დაეხმარე, ასწავლე
რა უნდა გააკეთოს, რა როგორ, თუ ის არაეკლესიურად ცხოვრობს, ეკლესიურობა ასწავლე, ხო, თუ ის ხედავ რომ ცოდვას ჩადის, აუხსენი რომ ეს ცოდვა არა მარტო მის მიმართ, სხვების მიმართაც არის ჩადენილი და ეს ცოდვა უყანო მოუბრუნდება ადამიანს, ეს იქნება თუხვალე. ანუ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთისთვის. როგორც უფალი რო ბრძანებს ურთიერთარ სიმძიმე ვითვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ მცნება იგი ქრისტესი. და როდესაც ჩვენ ერთმანეთისთვის ვიზრუნებთ, ერთმანეთის ტვირთს ავიღებთ და ერთმანეთის სიყვარულით ვიცხოვრებთ, მერწმუნეთ რომ უფალი ჩვენთან იქნება, რადგანაც უფალი არის თავად სიყვარული. სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა, რომელიც ჯვარს განასახიერებს. მუდმივი თანამგზავრი ყოფილიყოს თვითონ ჩვენთაგანის სიცოცხლის უკანასკნელ გამოსულთქვამდე. ამინ. ღმერთმა დაგკურთხოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და მე გაგახსენებთ, რომ ეხლა ხუთშაბათს 4-ში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. წინა დღეს 3:30-ზე დაიწყება ლოცვა პურის კურთხევით, 4შაბათს და ხუთშაბათს დილით 9 საათზე შესრულებული იქნება წირვა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოთ ჩვენი ქვეყანა. ამინ. ჩვენთანაც ღმერთს